ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა. სპეციალური დანიშნულების ახალ ტექნიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ცხეთამთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. 37 ერთეული პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში განაწილდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სპეცტექნიკით სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სატყეო სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, როგორიცაა ტყის მოვლა აღდგენა, სატყეო გზების მოწყობა, რეაბილიტაცია და სახელმწიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამსახურების ტექნიკით აღჭურვის პროცესს. ეს ეხება გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, სატყეო სააგენტოს, სხვა სამსახურებს. დღეს სატყეო სააგენტოს გადაეცა სპეცტექნიკა, ასევე მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომელზეც დაახლოებით 8 მილიონი ლარი იქნა მიმართული. აქედან ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტით იქნა დაფინანსებული, ხოლო ნაწილი ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორი დონორების მხრიდან. ეს ტექნიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სატყეო სააგენტომ უფრო ეფექტურად განახორციელოს ის სამეურნეო საქმიანობა, რასაც ის ეწევა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ ტექნიკის საშუალებით განახორციელონ შესაბამისი სატყეო გზების გაყვანის სამუშაოები, რათა შემდგომში ამის მეშვეობით ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლებთ ხანძრების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების იქ მობილიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს დღეს გადაეცა მაღალი გამავლობის ჯიპები, ეგრეთ წოდებული პიკაპები და ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სპეცტექნიკა, რომელიც გადანაწილდება ქვეყნის მასშტაბით 9 რეგიონზე. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ მათი დიდი ნაწილი ასევე დარჩება ჩვენთან რეგიონში. მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შენაძენი, ესე ვთქვათ, და ინვენტარით აღჭურვა თანამშრომლების იმისათვის, რომ განახორციელონ ერთი, რომ ყოველდღიური თავის საქმიანობა და მოემსახურონ იმ სატყეო სამეურნეო საქმიანობას, რაც ესე ვთქვათ, სტანდარტულია და ჩვენი რეგიონისთვის და მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება ასევე პრევენციული ხასიათის გამოყენება შეიძლება ამ ტექნიკისთვის, მით უმეტეს, რომ არის საკმაოდ მძლავრი და მოთხოვნადი სპეცტექნიკა, რომელიც გამოიყენება სწორედ ამ სატყეო და რელიეფიდან გამომდინარე მიუვალ ადგილებში, პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად და ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციებზე.